მოიხსენება რომ სამების საკათედრო ტაძარში ისევ მიმდინარეობს ისევ შეუძლიათ მომლოცველებს მისვლა და წმინდა მამა გაბრიელის წმინდა ნაწილების მოლოცვა მომლოცველთა რიცხვი არ იკლებს მიუხედავად იმისა რომ 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ მათ მისვლა და მოლოცვა ჯერ კიდევ ძალიან ბევრია იმ ადამიანთა რაოდენობა, ვისაც აქვთ სურვილი რომ მიახლონ წმინდა მამა გაბრიელს და მისგან ლოცვა კურთხევა და დალოცვა მიიღონ. და ახლა შემოგთავაზებთ სიუჟეტს, რომელიც სწორედ ღირს გაბრიელს აღსარებელსა და სალოს უკავშირდება. მოგეხსენებათ, მასთან ბევრი სასწაული არის დაკავშირებული და ახლაც ერთ-ერთი გოგონას ისტორია მინდა მოგიყვეთ. ეს გოგონა არის 8 წლის ნანუკა, რომელსაც ჰქონდა ძალიან მძიმე სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა და ახლა ის სრულიად ჯანმრთელია და როგორც თვითონ და მისი ოჯახის წევრები ამბობენ, ამაში მათ დაეხმარათ წმინდა მამა გაბრიელი. აი ნახოთ სიუჟეტი, რომელიც ნანა ბუაჩიძე მოამზადა. ამბავი, რომელსაც დღეს გიამბობთ, ღირსი გაბრიელის, აღმსარებლისა და სალოსის, კიდევ ერთ სასწაულს უკავშირდება. გაიცანით, ეს ნანუკა მარგველაშვილია. მისი ისტორია 5 თვის წინ დაიწყო. მაშინ, როდესაც არავინ ელოდა 7 წლის ნანუკას, ექიმებმა მორფოლოგიური კვლევის შედეგად ბერკიტის სიმსივნე, არახოჭკინის ლიმფომის დიაგნოზი დაუსვეს. წანაზარდი აღმოუჩინეს ნაწლავში, გაუვალობის ფონზე, გაუკეთდა ოპერაცია ნაწლავზე. და ამოკვეთეს ნაწლავში, წვრილ ნაწლავში წანაზარდი, რომელიც დაითესა და მორფოლოგიური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ იყო ბერკიტის სიმსივნე, არახოჭკინის ლიმფომა. ჩვენ გერმანიაშიც გავაგზავნეთ პარალელურად და იქიდანაც ისეთივე პასუხი ჩამოვიდა, რომ იყო სწორი დიაგნოზი დასმული. და დაახლოებით 2 კვირაში, 2 კვირა ნახევარში ესე დავაწვინეთ უკვე იაშვილის ონკოჰემატოლოგიურ განყოფილებაში. და დაინიშნა 2 კურსი ქიმიოთერაპია, სადაც გავატარეთ დაახლოებით 2 თვე. ჩავამთავრეთ ეს 2 თვიანი კურსები, გადაუღეთ კიდევ საკონტროლო ტომოგრაფია. რაღაცა არ მოეწონათ ექიმებს, იქ დარჩენილი იყო რაღაც სითხე მენჯის ღრუში, რაღაც ლიმფური კვანძების ზომა არ მოეწონათ. ეს რაღაცა ეჯვსბადებდა, ვინაიდან და რადგან ზოგადად იქ იყო გაკეთებული ოპერაცია, იქიდან ამოჭრილი წანაზარდით იყო დადგენილი ეს ბერკიტის სიმსივნე, ამიტომ ეს იყო ძალიან საშიში და ექიმებმა გადაწყვეტეს, რომ კიდევ 2 კურსი ქიმიოთერაპია უნდა დანიშნულიყო და დამატებულიყო, რომ ბოლომდე დარწმუნებულები ყოფილიყვნენ, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და ყველაფერი ვიღონეთ. დაემთხვა ის პერიოდი, რომ მამა გაბრიელის ნეშტი გადმოსვენებული იყო სამებაში. სამების საკათედრო ტაძარში ბერი გაბრიელის წმინდა ნაწილების მოსალოცად დედაშვილი ერთად წავიდა. მამა გაბრიელის ლუსკუმასთან მაშინ, სწორედ ასე, როგორც შეძლო გულმხურვალედი ლოცა. დედა პარასკევამ ბავშვი მამა გაბრიელის წმინდა უხრწნელი სისხლით დალოცა. სათხოვნელად მიდიოდა მამა გაბრიელთან, რომ ადვილად გადამატანინე კიდე ეს 2 კურსიო და მალე რომ ჩავამთავრო ეს ყველაფერიო. და მივედით დედა პარასკევასთან, რომელიც იქვე იჯდა და დედა პარასკევამ დალოცა ნანუკა, უთხრა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, თუ რწმენით ხარ, უთხრა ნანუკამ, შეეკითხა ნანუკას, უთხრა კიო, დალოცა, უთხრა რომ აუცილებლად შეგისრულეს მამა გაბრიელიო სურვილსო და ამოსვლის წინ გითხრა რომ ტომოგრაფია ბავშვს გადაუღეთ აუცილებლადო. ეს იყო რაღაცა ძალიან დიდი დარტყმა და ძალიან დიდი შოკი, იმიტომ რომ უკვე გადაწყვეტილი ქონდა, უკვე დღე დანიშნული სამშაბათ დღეს უკვე უნდა წავსულიყავით კლინიკაში, უნდა დავწოლილიყავით და ცოტა არ იყოს დავიბენი, იმიტომ რომ თან ძალიან ჯერა მამა გაბრიელის სასწაულების, თან ძალიან ბევრი მსმენია. და ამ დროს ექიმები ამბობენ, რომ უნდა დავწვეთ და ეს ყველაფერი უნდა გავაგრძელოთ. ერთი რამ ზუსტად ვიცოდი, რომ ახლიდან უნდა გადამეღო ტომოგრაფია. მიუხედავად იმისა, რომ გადაღებული ქონდა ახალი იმ რადიოლოგმა, რომელმაც ტომოგრაფია გადაუღო გია წიწვევაძემ, იმანაც იცოდა ეს ისტორია, რომ მივედი და მოუყევი ეს ყველაფერი. მან ძველი ტომოგრაფიის გადაღებული დისკებიც ნახა, რომ ნამდვილად იყო იქ სითხე მენჯის ღრუში, ნამდვილად იყო ნაწლავის გასქელება და ეს რომ მოუყევი მითხრა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ახალი გადაღებული გაქვს ტომოგრაფია, მე
ვერაფერს ვერ გეტყვით. მე თქვენს ადგილას წარმოვიდგინე ხა თავი და ნამდვილად ვერ გადაგარწმუნებთ იმაში, რომ მითხრა, კი ბატონო, გადავიღოთ ახლიდანო. და გადავიღეთ ახლიდან. უნდა გახარებული შემოვიდა რადიოლოგი ექიმი და განციფრებულმა და გახარებულმა მითხრა, რომ იცი აბსოლუტურად არაფერი აღარ არის. მე წერ დასკვნაში ნორმას. ისეთი რამე მოხდა, რაც მარტო გააგებული მქონდა სხვებისგან. და ესე მოყოლით ამბად და ესეც სასწაული დაგვემართა ჩვენც. დედებს, რომლებსაც აქვთ მსგავსი გასაჭირი, ან მსგავსი დარდი. ვეტყოდი იმას, რომ სასწაულები არსებობს. თუ მიდიან მამა გაბრიელთან, უნდა ქონდეთ მამა გაბრიელის დიდი რწმენა და უნდა შეჯეროდეთ გულით, მართლა უნდა შეჯეროდეთ, რომ ის ახდენ სასწაულებს, აუცილებლად უსმენს ის გულით გაჭირებულ ადამიანებს. რომ მივედი სამებაში, მივედი მამა გაბრიელის სასახლესთან, ხელები დავაადე და გულით და რწმენით შევსთხოვე, რომ გთხოვ კურსები ადვილად გადამატანინე. თავარია გულით და რწმენით უთხრა, ის აუცილებლად აგისრულდება, რასაც შევსთხოვ. ახლა როგორ გრძნობ თავს? ახლა ძალიან კარგად გრძნობ თავს და ძალიან მიხარია, რომ ეს კურსები არ უნდა ჩავიტარო. წმინდა გაბრიელი დღესაც უნაწილებს თავის მადლსა და წყალობას, სარწმუნოებითა და სასოებით შემოვედრებულ ყველა მომლოცველს. მამა გაბრიელის სასწაულებრივი კურნება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მარტოდენ მტკიცე სარწმუნოებაა ყოველგვარი სიხარულის, მიზეზი და დასაბამი.